მანამდე კი სამომავლო სტრატეგიული მიმართულებებისა და დასახული მიზნების შესასრულებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმჯელეს აჭარის კულტურის მინისტრმა და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემა. ჩვენ დღეს შევხვდით კულტურის კომიტეტის წევრები აჭარის კულტურის მინისტრს ქალბატონ ელისო ბულქვაძეს, მის გუნდს ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, მოგეხსენებათ აჭარის კულტურის სამინისტრო სულ ახლახანს ჩამოყალიბდა. მე მინდა წარმატებები ვუსურვო ქალბატონ მინისტრს მის გუნდთან ერთად, მოგეხსენებათ აჭარა გამორჩეულია თავისი როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური, უნიკალური თვითყოფადი კულტურული მემკვიდრეობით, ძალიან ბევრი ხელოვანი, წარმატებული ხელოვანი მოღვაწეობს აჭარაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი კულტურის სამინისტროს პირობებში მათ ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა, მაქსიმალური მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურის კომიტეტი დღეს გვეწვია ბატონი გიორგი გაბუნიას თავმჯდომარეობით და დეპუტატები ieწვივნენ კულტურის სამინისტროს. ჩვენ დავსახეთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი და კონკრეტული საკითხი, სადაც საჭირო იქნება საკანონმდებლო ორგანოს დახმარება და კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, უფრო მჭიდრო სამინისტროსთან. ეს არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ აჭარაში განვითარდეს ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საკითხი საკანონმდებლო დონეზე, რეგულაციებში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ისეთი საკითხები, რაც მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ მოემსახურება შემდგომ განვითარების პროცესს.